გამარჯობა, თუ მეორე კლასში ხარ, მოდი ერთად მიმოვიხილოთ განვლილი მასალა და გავიხსენოთ შესწავლილი ტექსტები. გირჩევ, რომ პირველ რიგში დახუროთ წიგნი და შეამოწმო შენი ცოდნა, ხოლო შემდეგ თუ რომელიმე შეკითხვას ვერ უპასუხებ, გადაშალო და მეგობრებთან ერთად აღმოაჩინო სწორი პასუხები. დავიწყოთ. პირველი შეკითხვა არის ტექსტიდან ლომი და თაგვი. რატომ გადაწყვიტა ლომმა პატარა თაგვის დანდობა? დაეხმარა თუ არა მას თაგვის სამომავლოდ? რას გეუბნება ეს ამბავი სიკეთის შესახებ? რა ძალა შეიძლება ჰქონდეს გაცემულ სიკეთეს? ახლა კი გავიხსენოთ ტექსტი სირცხველი აიცილა. გაიხსენე, რას გულისხმობს გამოთქმა? თვალი ზედ დარჩა? აღწერე ატმისხე და სანდროს ემოციები მისი დაანახვისას. მინიშნებას მოგცემ, რომ დართული ილუსტრაცია აუცილებლად დაგეხმარება გაიხსენო როგორი იყო ატმისხე. მეხუთე შეკითხვა ამავე ტექსტიდან არის. შეგარგოს ღმერთმა, რა შემთხვევაში ვეუბნებით ადამიანები ერთმანეთს ამ ფრაზას? A. როდესაც მათზე გაბრაზებულები ვართ. B. როდესაც ვუსურვებთ, რომ გემრიელად მიირთვან. G. როდესაც რამეს მოგპარავენ და ვემუქრებით. მეექვსე შეკითხვა გაიხსენე შესწავლილი ტექსტი სამი ბიჭი და უპასუხე შეკითხვას რა დააშავეს ბიჭებმა. მეშვიდე რომელი ანდაზა შეეფერება ტექსტს სამი ბიჭი? A. აკლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო. B. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო. G. ნამდვილი მეგობარი ჭირში გამოიცნობაო. რატომ ფიქრობ ასე? იმსჯელეთ მეგობრებთან ერთად. მერვე შეკითხვა გაიხსენე ტექსტი მსოფლიოს ჩემპიონი. რა ემოცია ჰქონდა გიგის, როცა ქეთინო მას კრივის დარბაზში გაყოლას თხოვა? ამავე ტექსტიდან რა ემოცია ჰქონდა გიგის ტექსტის ბოლოს? როგორ გგონია, რატომ ჰქონდა მას ეს ემოცია? აქ კი ეპიზოდია, სადაც ბიჭებმა მსოფლიო ჩემპიონის დაიკო გაიცნეს და მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა. მეათე შეკითხვა გაიხსენე, რომელ მოთხრობაში შეგხვდა ანდაზა? როცა ქშია ზაქარია, ცივი მჭადი ჩაქარია და განმარტე ანდაზა. იმსჯელეთ, რით უკავშირდება ტექსტს. მე-11 ყურადღებით წაიკითხე შემდეგი სიტყვები და გამოიცანი, რომელი სიტყვა წერია არასწორად, რატომ, რომელი წესია დარღვეული. A. გუ თბილი, B. და ძმა, G. გულის ფანცქალით. იმედია შენც ეს რეაქცია არ გქონდა, აუ გრამატიკის კითხვებით და გრამატიკა შენთვის ნამდვილი მეგობარია. მე-12 ჩასვე გამოტოვებული სიტყვა. პაატამ აირბინა კიბეები, დარდობდა თუ როგორ დახვდებოდა თავისი ლეკვი. A. მოწიწებით, B. გულის ფანცქალით, G. ნაზუქით. ამასობაში კი მისი ლეკვის რეაქცია ასეთი იყო. სანამ პაატა მოვა, ცოტა სწავუძინებო. მე-13 დააკვირდი ილუსტრაციას, რომელიც დაგეხმარება თუ გაიხსენო რას ნიშნავს იალკიალი. მე-14 გაიხსენე ლექსი ღვთისო. ღვთისო თავს ხრიდა და ცხვირს აქვს უტუნებდა. რა ემოციაზე მიუთითებს? შენი აზრით, რატომ ჰქონდა მას ეს ემოცია? მე-15 რა უთხრა ღვთისოს მასწავლებელმა? ამასობაში კი ღვთისოს კატა ასე ფიქრობდა. მეც მინდა სკოლაში, რა კარგია სწავლა. იმედია შენც ასე ფიქრობ. მე-16 ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელია სულიერი? დაუსვით თითოეულს შესაბამისი შეკითხვა. ვინ ან რა? A. ზურგჩანთა, B. კატა, G. წერილი. მე-17 გაიხსენე რა ისწავლე ცხოველების შესახებ თავში, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. მინიშნება ასეთია, ღვთისო და კატა, ულე და ელვა. ასევე კარგად დააკვირდი მითითებულ ილუსტრაციებს და იმსჯელე, როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. მე-18 შეუსაბამე შემდეგი სიტყვები ილუსტრაციებს. ბაღი,
ყანა, ვენახი. შესაბამისად პასუხობს ასე იტყვი, მაგალითად, ბაღი გ, ეს პირობითად ვამბობ, ყანა, ბ, ვენახი ა. ახლა კი შენი სწორი პასუხების წარდგენის დროა. მე-19 შეკითხვა, გაიხსენე, რომელი რისი ნაყოფია? ტარო, ტევანი, თავთავი. ილუსტრაციებიც მისანიშნებლად დავურთე, რომ ასე უფრო გაგიადულდეს პასუხების გაცემა. ამასობაში თუ მოგწონს ეს ვიდეო, გამოიწერე ჩვენი არხი და თვალი ადევნე სიახლეებს. ახლა კი ბოლო შეკითხვის დროა. გაიხსენე ტექსტი პატარა კალათა, რატომ დაწნა კიკნამ კალათა და რითი დაწნა იგი. იმედი მაქვს კარგად გახსოვს განვლილი მასალა, თუ არა, აუცილებლად გადახედე, გადაიმეორე და დაელოდე ჩვენს შემდეგ ვიდეოს. დიდი მადლობა და შეხვედრამდე.